2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე ამ დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი აუტიზმის საზოგადოებას ეწვია და იქ მყოფ აუტისტ ბავშვებს და მათ მშობლებს გაესაუბრა. ჟვაბ ჭიაბერაშვილმა ის პრობლემები მოისმინა, რომელიც ამსენით დაავადებულ ბავშვებს აქვს. მინისტრმა ბავშვებს საჩუქრებით გადასცა და მათგანაც მიიღო საჩუქარი ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოები. 2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა და ის საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება. ჩვენ გვექნება მუდმივი დიალოგი ამ ადამიანებთან, როგორც მშობლებთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან, საიმისოთ, რომ მოვძებნოთ სწორედ სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ბავშვებისთვის ეს პრობლემა და ბუნებრივია თუ ადრე მოხდება ჩარევა, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება. დავიწყოთ ადრეული დიაგნოსტირებით და ადრეული ჩარევით, რომელიც კვეთრად აუმჯობესებს გამოსავალს, ანუ ეს ადამიანები აღარ იქნებიან მიბული მომბლელზე საუკეთესო შემთხვევაში და შეეძლებათ სრული ინტეგრირება და ადაპტირება საზოგადოებაში. მეორე პრობლემა არის გარემოს ადაპტაცია ამ ადამიანების ჩვეულებრივი და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მე და ჩემი შვილი რუსეთიდან მაშინ ჩამოვედით, როდესაც საქართველოში ამ ცენტრის არსებობის შესახებ გავიგეთ. მანამდე აუტიზმზე ძალიან ცოტა რამ ვიცოდით, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთში თითქმის არ არსებობს. აქ დიაგნოსტიკაც კარგია და ექიმებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ. თავიდან გადაწყვეტილი ვქონდა ნახევარი თვით დარჩენილიყავით, თუმცა ეს დრო გავახანგრძლივეთ. მთავარია, რომ ჩემ შვილს კონტაქტი აქვს ამ სენით დაავადებულ ბავშვებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.